ჩვენ ვიმყოფებოდით სიამაღლობელის პროცესზე და მოსამართლე, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაციაც კი არა აქვს ოფიციალურად, ჩააფულფულა დასკვნა იმის შესახებ, რომ მზია არის დასაჭერი. რომ მზია ამაღლობელი იქნება თავისუფალი, უბრალოდ ამას რა თქმა უნდა ჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ჩვენ ამ შედეგამდე აუცილებლად მივალთ. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ადამიანები უკანონოდ იმყოფებოდნენ პატიმრობაში და ამის ნათელი დადასტურებაა მზია ამაღლობელი, რომელიც ესე სადამსჯელოდ, სხვების საჩვენებლად, რომ ყველა დაისჯება, აი ასე ისჯება იმის გამო, რასაც ის ემსახურებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. იმ საქმიანობის გამო ისჯება, რომელსაც ის ასე უკვე ამდენი წელია პირნათლად ასრულებს და ჩვენ ამ საქმეზე გვაქვს დადასტურებული გარემოებები, რომ მისი დაკავება იყოს სრულიად უკანონო. ამასთან დაკავშირებით არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის პარალელურად თვითონ მზია ამაღლობელი არის დაზარალებული, როდესაც მას არასათანადო მოპყრობას ჰქონდა მასთან მიმართებით ადგილი პოლიციის განყოფილების უფროსის მხრიდან, აი ამ ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე რეაგირება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არ არის. სიტუაციის აბსურდულობას შეხედოთ. მზია ამაღლობელის ზის იმყოფება ციხეში იმის გამო, რომ ალიყური ააწნა შეურაცხყოფელ აგენტ პროვოკატორს, ხოლო ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელები დღემდე პოლიციას არც კი დაუკითხავს ადამიანები დაასისხლიანეს, შემდეგ მათ სცემეს იგივე დაჯგუფებამ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მათ მოთახლებმა პირებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრიც წვერი გაუტეხეს, წვერი შეხება ჰქონდა ამ კაცს, ანუ სერიოზული ჯგუფური დანაშაული რაც ეძახიან ესენი მართლა სახეზე გვაქვს, ისინი არც კი გამოკითხულან, ხოლო მზია ამაღლობელი ზის ციხეში ბრალდებით რომ ის თავს დაესხა პოლიციას და ასევე იმ ვარაუდით რომ გულციხიდან გამოვა დაესხება თავს პოლიციას, გაანადგურებს მტკიცებულებებს, ავიცი მოწმეებს დააშინებს და ასე შემდეგ. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ ინსტიტუტები არის ჩამოშლილი, არ ასრულებენ თავის მოვალეობას, ნაცვლად იმისა, რომ კანონის კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედობენ ერთი კაცის ივანიშვილის დავალებით, რომ მან როგორღაც შეინარჩუნოს რეჟიმი. არ დააქვს მოსახლეობას სხვა მიზანი აქვს ამოცანი, სხვა სურვილი, ევროინტეგრაცია. მზია როგორც გამოჩეული ადამიანი ამ პროცესში, როგორც გამოხატავს თავის ინსტიტუტებს, ასევე ევროინტეგრაციის გზას შურისძიების პროვოკაციული ქმედებები არის. გვაქვს საზოგადოების, ჟურნალისტების, ჩვენი მეგობრების, კოლეგების და ზოგადად გარემოებების იმედი, რომ ეს პროტესტი მიაღწევს საბოლოო ჯამში დუღილის ტემპერატურას, რომ რეჟიმი იძულებული იქნება, რომ მზიაც გაათავისუფლოს. ზვიად ქორიძის თავდასხმაც გამოიწვია. ცენზურას თქვა რატომ ჩვენ დღეს აქ შეკრებილები. ერთადერთი მოთხოვნა და პროტესტი ჩვენს შეკრებას გენერალურ რეჟიმის დონეზე შეწუხებას თავი პროკურატურა თუ როგორ თქვია გენერალური